მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სპორტ ლაივს მარია მუსელიანთან ერთად. ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება დინამოს 19 წლამდელი ნაკრების კაპიტანი ნიკუშა ჭანტურია. მე დავიწყე ყველაფერი თავიდან პირველი ნაბიჯები საფეხბურთო კარიერაში. როგორ დაიწყო, რა გზა გაიარე? პირველი ნაბიჯები ჩემი საფეხბურთო კარიერაში უკავშირდება ლოკომოტივს, სწორედ ლოკომოტივში დავიწყე ფეხბურთის თამაში, როდესაც ვიყავი 10 წლის. მაგის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ უმეტესი ნაწილი ჩემი ცხოვრების 7 წელი დაახლოებით ლოკომოტივის ღირსებას ვიცავდი. ლოკომოტივის შემდგომ იყო ტორპედო ქუთაისში, სადაც სიჯარით ვიყავით განათხოვრებული და ამჟამად უკვე დინამოს ღირსებას ვიცავ. პირველი წარმატება, პირველი გოლი, პირველი ტრავმა, გზა რომელიც გაიარეთ კაპიტნობამდე. პირველი ყველაზე დიდი წარმატება ალბათ ვასილ მაისურაძის 17 წლამდე ნაკრებს უკავშირდება, როდესაც მოვახერხე და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ვითამაშე და სამეულში შევედით, რასაც ჩვენგან ხალხი არ ელოდა და ყველა სკეპტიკურად იყო თავიდანვე განწყობილი, იმდენად რთულ მეტოქეებთან მქონდა საქმე. რაც შეეხება უარყოფით ხარეს, პირველი ტრავმა მივიღე, სერიოზული ტრავმა მივიღე 16 წლის ასაკში, როდესაც 4 თვე გამიცდა. ეგ არის, ანუ პარალელურ გავავლოთ კარგს და ცუდს შორის. ახლაც ტრავმა გაქვს. ეხლა სამწუხაროდ რეაბილიტაცია და რა ეტაპზე ხართ? რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს. მეორე თვე გავიდა ოპერაციიდან, უკვე 2 თვე სრულდება 1 ივნისს. რაც შეეხება უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად და ნორმალურად მიდის და იმედი მაქვს, რომ სექტემბერში უკვე კვლავ აქტიურად დავბრუნდები მოედანზე. ძალიან დიდი დანაკლისი არის თან ნაკრებისთვის. როგორ ეგუებიან და შენი პოზიცია უყურებ შორიდან ვარჯიშებს, თამაშებს. რა განცდა არის და თავად თან ნაკრების წევრებისთვის ეს ყოველ. რა თქმა უნდა, რომ არასასიამოვნო ფაქტია ის, რომ შენ მოედნის მიღმაზე ხარ და შენი თანაგუნდელების ვარჯიშს უყურებ და ის რაღაც გინდა შენი წვლილი შეიტანო ამ ყველაფერში და გუნდის წარმატებაში, მაგ ყველაფერს ვერ ახერხებ, მაგრამ ხდება ხოლმე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, რომელიც რავის გუნდს ვერ ეხმარება, იმიტომ რომ ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და შესაბამისად ტრავმის ალბათობა საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, მაგის გამო ყურების ჩამოყრა და ხელის ჩაქნევა არ ღირს პირიქით ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია ყველაფერი. როცა ტრავმა მიიღეთ, ძალიან ბევრი თვითონ გულშემატკივრებიდან იყო ძალიან დიდი სითბო, იყო რაღაც სტატუსები, მესიჯები, ფოტოების გაზიარებები. რამდენად გრძნობ თვითონ ანუ ეს მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც შემთხვევა იყო კონკრეტული თუ ის ზოგადად როგორი გრძნობა არის, როდესაც ქუჩაში გრძნობ ეს ყველაფერი არ მოსულა იბიძებ ერთ დღეს და რაღაც ხდები პოპულარული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საზოგადოებაში ძალიან პოპულარული ხარ. მადლობთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ალბათ იმ შრომის დამსახურებაა და ჯერ ჩვენ პოპულარობაზე ცოტა ადრეა ალბათ საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი გრძნობდა იმას ხვდები, რომ ის ყველაფერი რაც შენ დახარჯი და რაც გაიცი, ეგ შესაბამისად გებრუნდება და აი უშუალოდ ტრავმის პროცესში, როდესაც ყველა დანართული მომენტები მქონდა ჩემ ცხოვრებაში, ალბათ ყველა ცუდი მომენტი იყო, როდესაც ეს ტრავმა მივიღე და მითხეს, რომ 6-7 თვის მანძილზე მოედანზე გასვლას ვერ შევძლებდი და ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი გულშემატკივრებისგან, უშუალოდ დინამოს კომაგებისგან და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა მათგანს, თითოეულ მათგანს და ეს უკვე უკან ჩამოტოვებულია ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, რომ გადავახ და შევძერია ყველაფერს გადაგორება და ახლა უკვე ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ მალე დავბრუნდე მოედანზე. მინდა გადავიდე ცხოვრებაზე. მაინტერესებს როდესაც თამაში კონკრეტულად ტრავმის გარეთ სიტუაციას გეკითხები, როდესაც ვარჯიში მთავრდება და გამოდიხარ მოედანზე, როგორი არის აი ნიკუშა ჭანტურიას ერთი დღე ჩვეუბრად თამაშს გარეთ როგორი ხარ? ის რომ მებრძოლი ხარ, ის რომ ჟინიანი ხარ და ის რომ რაღაც ბრჭყალებში თქვა ჟილკა გაქვს, ეს კარგად შე სტადიონზე. მაგრამ აი როგორი ხარ სტადიონის გარეთ, თამაშს გარეთ? 2 თვეა ჩემი ცხოვრება, აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ტრავმის შემდეგ ცოტა ჩარჩოებში ვარ უფრო ჭიდროდ შეზღუდული. დღე იწყება იმით, რომ მივდივარ რეაბილიტაციაზე, რამდენიმე საათი მანდ ვარ, მოვდივარ სახლში ვისვენებ.
საღამოს კვლავ ვარჯიში მაქვს და დანარჩენ დროს ჩემ მეგობრებთან ერთად ვატარებ. ანუ როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე სიყვარულს ჩემ მეგობრებთან ერთად გავატარ და ანუ რო გითხრათ ანუ სახში შეიძლება ვთქვათ ვერ ვჩერდები რა და სიყვარულს ჩემ მეგობრებს დავუთმო ის მცირეზე რომელიც გამაშინე ხოლმე რომ მქონდეს. მაინტერესებს საშუალება რო გქონდეს ცხოვრების რა ეტაპზე გაჩერდებოდი? აი წამის გაჩერება რო შეგეძლოს რა ეტაპს გააჩერებდი? და რისკენ განსხვავდება ეს ჩვეულებრივი სხვა ცხოვრების რაღაც სხვა ეტაპები? უკან დაბრუნება რო შემიძლოს? ხო, მაგით გულისხმობ. ნუ ალბათ არც არაფერს არ შევცვლით, იმიტომ რომ რა ეტაპზე გაჩერდებოდი? ანუ ყოფილა ესეთი ეტაპი, რომელზეც აი ნატრები ყოფილიყავი, ალბათ ტრავმა არ მიგიღა, ანუ კი, რა თქმა უნდა, მსგავსი სიტუაციებიც ყოფილა რა, მაგრამ ეს ანუ ყველაფერი ცუდისგან და ყველაფერი კარგისგან თვლი რომ უნდა გამოწოვო დადებითი რა და რაღაცა ცუდისგანაც რაღაც კარგი უნდა დავინახოთ რა და შემდგომში რასაც საკუთარ თავზე გამოცდი ბევრად უფრო სხვანაირია ვიდრე სხვისგან გაიგებ რა და არ თვლი რომ ანუ ხანდახან ის ესე ვთქვა დაბრკოლებაც უნდა გქონდესო გადალახო და უფრო გაგაძლიეროს და უფრო ძლიერი ადამიანი გახდე ასე რომ რაღაცა სულ კარგში ვერ იცხოვრებ რა ბუნებრივია იმიტომ რომ ყველა ადამიანს რაღაცა თავის დონეზე რაღაც პრობლემები გააჩნია. მე ჩემი პრობლემა ახლა ამ ეტაპზე ტრავმა და 100%-ით კონცენტრირებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მალე გადავლახო. მალე გადავლახო, იმიტომ რომ ეს ინტერვიუებში წავიკითხე, რომ უკვე მაშინ პატარა იყავი, ამბობენ რომ ძალიან მივხვდები რომ პატარა ისეკისა, რაღაც უფრო დინჯი, უფრო რაღაც თამაშს გულისხმობ, გაწონასწორებული არის და როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ისე გაფასებდნენ. ეს ამოყალიბება ალბათ უფრო მეფიქრობ დაგეხმაროთ იმაში, რომ პროგრესი ყოფილიყო, უფრო წინწესულიყავით და თვითონ ანუ მაინტერესებს ტრენერების, ვინც უშუალოდ თქვენ კონტაქტშერიან, გაძლიერებენ რაღაც მითითებებს და როგორი დამოკიდებულება გაქვს თავად როგორც ტრენერთან, ისევე გუნდის წევრებთან და მაინტერესებს რთულია ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვს გუნდისგან აღებული, იმიტომ ხარ კაპიტანი. ეს ყველაფერი რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტს ხომ არ წევს? ნუ რა თქმა უნდა, ანუ მარტივი არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ის ანუ გუნდში იმდენად კარგი სიტუაციაა და იმდენად შეკრული ერთი ოჯახია, რომ არანაირად არ მიჭირს და რაღაც დაბრკოლებას არ მიქმნის, იმიტომ რომ ბიჭებისგან 100%-იანი მხარდაჭერა მაქვს, ასევე სამწუხარო შტაბისგან, მოგეხსენებათ, ახლა დინამოში ცვლილებები მოხდა, გია გეგუჩაძე დაინიშნა დინამოს მწვრთნელი. ну მე ვფიქრობ რომ რაღაც პრობლემა არ უნდა გახდეს არანაირი, იმიტომ რომ ყველასთან ნორმალური და კაი ურთიერთობა მაქვს და არ მგონია რომ რაღაც რთული იქნება ეს ყველაფერი. მაინტერესებს ნივთი რომ ის გარშეც არ გადიხარ. არ არსებობს ჯვარი არ ვიხს, რომელსაც არასდროს არ ვიხს ერთადერთი. და დისკომფორტი მაქვს, ხრცა ეს არ მიკეთია ერთადერთი. და მაინტერესებს თქვენ გაქვს რაიმე თილის, რომელზეც ფიქრობ რომ წარმატება მოაქვს. არა, ანუ მსგავსი არა, ანუ მსგავსი რაღაც რიტუალების და რაღაც თილის მაინც დღეს ეს თუ არ მაქვს ცუდი დღე მექნება, მსგავსი რაღაცების არ მჯერა, იმიტომ რომ მაგის გარეშე შეიძლება გქონდეს ცუდი და კარგი დღე და მაგასთან ერთადაც ისო მე რაღაცა ერთი კონკრეტული ნივთი მაგრა დღეს ბედნიერი ვიქნები და ცუდი დღე არ მექნება, მსგავსი რაღაცების არ მჯერა. ცოტა ალოგიკურია ჩემთვის. რომელთაც ყველაზე მეტად ამაყობ. რომელი ეს? მატჩი, რომელთაც ყველაზე მეტად ვამაყობ. ესე კონკრეტული ერთი თამაში ალბათ ძნელია გაიხსენო. ანუ ერთ-ერთი მათგანი იქნება სავარაუდოდ დინამოსთან ერთად პირველი ტიტული რომ მოვიგე. სუპერთასი დეკემბერში. მინდა რომ გადავიდე რაღაც ბლიც შეკითხვებზე. გჯერა რომ ანუ რისი გჯერა ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისი გწამს? საკუთარი თავის და წარმატებას მივახცე. თუმცა უკვე მაქსაზე დიდი ხანია რაც გახარ. მაგრამ 20% მაგ გაკეთებული ალბათ. ხო ბევრი იმით გაცრუებები ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. თუნდაც ყველაზე დიდი იმით გაცრუება ჩემთვის იყო ეს ტრავმა. ამას დიდი იმით გაცრუება ჯერ არ მქონდა. ეს ხომ არ გიფიქრია რომ აი რაღაც მხოლოდ იმით გაცრუება ქონდა რომ აი არა დავანებებ თავს გავწყვიტავ და აი რაღაც ისეთი პესიმისტური დამოკიდებულება ხმარხონია. ну ანუ ესე რომ კონკრეტულად ის გადაწყვეტილება მიიღო რომ რაღაც დაბრკოლების გამო დღეს ავდგებდა ფეხბურთელს დავანებებ არა მაგრამ გერმანიაში შესაძაც ვიყავი ოპერაციის შემდგომი პერიოდი პირველი ერთი კვირა იმდენად ძიმე იყო ჩემთვის აი მიფიქრია რომ მიღეს თუ არა იმ ყველა ამ თუნდაც ამ ყველაფრის ხარჯზე ფეხბურთელო მაგრამ მიღეს პოპულარული თამაში მინდა რომ ისევე
კიდევ ერთხელ მეტნაკლებად. მეტნაკლებად, ну, არ ვიცი, ხა აქედან ჩვენი თვითონ იცის რომ რაც მოზაიკები ძალიან ისეთი თუნდაც სოციალური ქსელების მიხედვით თუ მიგჯელებ, ძალიან აქტიურები არიან თქვენს მიმართ. ეს ყველაფერი დისკომფორტს აკითხნის ქუჩაში გადაგაცნობენ. ახლა რო გითხრათ ქუჩაში გავდივარ მისცემენ თქო, ну, არა, მოგატყუთ. დისკომფორტს რატომ უნდა გიქმნიდეს ვერ ხვდები. რა ვიცი, ხა მოგეთიკო. ანუ არ არის კატეგორია და რაღაც ახლა ვიღაცამ შემაწოხა და დისკომფორტი შემიქნა და ეწეხლებით მოვიშვა რომ რა თქვენ ცხოვრებაში? ну, არაფერი საინტერესო. შვიდად ნორმალურად წნარად იმდინარეობს ყოველდღე. არა. საინტერესო, აი ეს უკვე არა. პროგრესი, ეფუზელეს ფემინიტია, ხო? არ ვიცი, ხო ვინ როგორ მიიღებს. კარგი, გადავიდეთ რაღაც ბავშვობაზე. ცხაპრისკენ რომელიც მინდა და ყოფილიყავი. ან გინდა. ეს რა შეხედა ყველაზე ერთადერთი რაც მინდა და ყოფილიყავი, იყო ფეხბურთელი და რაღაც ცხაპრის გმირი და რაღაცან ცოტა სხვანაირი შეხედულება მქონდა ყოველდღე ბავშვობიდან და ეს არ დიდად მულტფილმ. ნუ ეგ არ ვიცი ხო თქვენ განსაკუთრებით, მაგრამ ის მთელი დღე მულტფილმებს უყურებდი და მაგაში დასვადარებდი, როცა მქონდა მეცადი და სულზეში ჩავდიოდი ხოლმე, რომ მეგობრებთან ერთად გარეთ მერგინა ფეხბურთი მეთამაშე. რას ფიქრობ ფეხბურთელის ცხოვრებაში სწავლის როლზე? უმნიშვნელოვანესია ჩემი აზრით. სწავლობ? ეხლა ამჟამად ანუ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოვახერხე ჩაბარება, მაგრამ ცხოვრების მანძილზე ისე ყველაფერი დაგეგმილი, რომ დიდი ალბათობით გავაკეთებ მაგასაც, იმიტომ რომ განათლებული ფეხბურთელი ბევრად უფრო მეტად ფასობს და მეტად უფრო ფართო ასპარეზზე შეუძლია გამოჩინა ვიდრე სიტყვაზე 2-3 ფეხბურთელს. და მე ვფიქრობ ძალიან მეხმარებოდ ხო ეს ზოგადად ანუ მარტო ფეხბურთი ხო არა ცხოვრებაა და რაც უფრო განათლებული ადამიანი ხარ, უფრო კარგად აზროვნებ და უფრო ის საშუალება გაქვს. ჩემი აზრით ეგრეა. განათლებული ადამიანი ბევრად უფრო მეტად ფასობს, თუნდაც სპორტში ვიდრე გამონათლებელი. რა არის ის დაკარგოთ ყველაზე მეტად მიშენია? ის დაკარგოთ ყველაზე მეტად მიშენია? ალბათ ოჯახის წევრების. ანუ ალბათ ხვდებით. ნიკიშა, ძალიან დიდი მადლობა მითხრა. მადლობა თქვენთვის. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ის რომ წარმატებას და გამოჯანმრთელობას და მიგაუდებით ისევ მოედანზე შენს ჩმეულ ფორმაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.